რამე სალაროში ბილეთებს დავითრევთ. ჩვენ კანიონზე ჩავდივართ, მხოლოდ კანიონის ბილეთები გვინდა. რადგან კანიონზე ვერ ჩავედით, გადავდივართ გეგმა B-ზე. იცი რა იყო გეგმა B? ან ზოგადად რა მოხდა წალკის კანიონზე. ამისთვის ვიდეოს ბოლომდე უნდა ჩავუჯდეთ. გამარჯობა მეგობრებო, აერო ისევ თქვენთან და როგორც იქნა დაგიბრუნდით ისეთი ვიდეოთი მე და თქვენ რო გვიყვარს. ეხლა არის დილის 7 საათი, უცებ უნდა ჩავიბარგოთ, რადგან მივდივართ 2 დღიან ტურში ბიჭებთან ერთად. კოპირაიტიას მამაზე. ეხლა ვიცუსუნა და პუსუნა. ბარო, კაი ხალხი. შეიძლება ზოგადად დაგეგმეთ რაღაცა და წავიდეთ, მეთქი წავიდეთ. დილის 7 საათზე გამაღვიძა უნამუსო მამან. ვიზე აბა მეგვიზავი. ეხლა შემოვიდით ბორჯომში და ჩააკაფიდე. სალამაზი ადგილია. ისე ბორჯომში ნამყოფები ხართ? ბავშვობაში. ნატი ფინალზუქი ვჭამეთ და მაგრად გავასწორა. ჩვენი პირველი გაჩერება არის რაბათის ციხე. წავიდით. ეს რაბათის ციხეა. ისტორიული ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. საუკუნეების წინ ციხესიმაგრე სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგ და რეზიდენციას წარმოადგენდა. შემოვედით რაბათზე, ბილეთებს დავითრევთ. გამარჯობა. რა გეს ბილეთი? Детский 15, год 20. კი ბატონო, სტუდენტებისთვის ხო რა რაიმე? მანახე აბა ბილეთი. ამ ბილეთებს ჩარჩევი. მადლობა. მეც ასევე. ბილეთები დავითრიეთ, წავედით. ესე ალამაზია რა. ნამხელა ნაგებობა. ჯერჯერობით სულ უცხოელები არიან. უცხოელები და ჩვენი მთავარი დამსვენებელიც აქ არის. მადლობა. წავედით. ეს არის რაბათი და ეს არის ნამდვილი ქართული სული რა. ლამაზესია ქაურობა. წყაროს დაულევ პეშვით. ეხლა ვართ ისტორიულ ნაწილში, მთელი კომპლექსია. თავის საცხოვრებლებით, სალოცავებით. ძალიან კარგად არის აღდგენილი. პირვანდელი იერსახე. ეხლა ზემოთ ავდივართ ისტორიულ ნაწილში. ძალიან ლამაზია. თქვენ აერო არა ხართ? კი. შეიძლება თქვით თუ გადავა. მოდი მეგობარ. ესე ვარ სულ რა. ძალიან მომწონს თქვენი YouTube არხია. გაიხარე. ყველა მიხვდებოდით რომ ეს სცენა დადგმული იყო, რადგან ეს ჩემი მეგობარი მინდია. მაგრამ მინდია არ ტყუის, მაშინ როცა ამბობს რომ ეს ჩემი გამომწერია. ამიტომ მიბაძე მინდიას. გამოიწერე არხი. როგორ მოგიწონეთ რაბათი? ჯერ არ გვინახავს ბოლომდე. რაც ნახე? სასწაული. რაც ნახე ძალიან ლამაზია. მართლა ძალიან ლამაზია. ნამყოფი ვიყავი ისედაც, მაგრამ აი, რამდენჯერაც არ უნდა ნახო რა. მაგრამ მეორედ რომ ნახე ხა. აი ესე კარგად არ დავკვირვებულად, მაგრამ ნიდი საოცრება. ეხა მაგრად დააკვირდი იმენა. მე ვიყავი ეხა მეფეების სამყოფელში, სადაც გლეხის და მეფეც თანაბარია. გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი და ეხლა ამ ღირსის შენიშნებით დავტყოთ. აი ეს არის ეს ბატონი არის გადმონაშთი ძველი პერიოდიდან აგუგი გაგა. ეხლა ჩვენ ავალთ აი ამ კოშკში. ან ყოველ შემთხვევაში ვეცდებით რომ ავიდეთ. ეს ჩვენ 700 საფეხურიანი კიბის დასაწყისში. არასრული შემადგენლობით 700 საფეხურიანი კიბის თავში. ძალიან ლამაზი ადგილია. თავიდან ეს იყო ეკლესია. შემდეგ გადაუკეთებიათ მეჩეთად და აი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში რაღაც პერიოდი ისევ ეკლესიად ფუნქციონირებდა. ამჟამად ცარიელია, დაცლილია. აქვე არის ქრისტიანული ტაძარიც. ეგ არის რაბათიც მოვიარეთ. ეხლა შემოვიდით ასპინძაში რესტორანში. და რაღაცა აქაურის გასინჯვა გვინდა.
ლისთვისაც მოვედით, ეგ არ არის ლოგო კინო. წინ გვაქვს ვარძია. მე წალკა შევდივართ, ხო? და დაშვაში. ფარაონი. ძალიან მაგარ სასტუმროში ვშერდებით, სასტუმრო ხოძრე ქვია. გამოვიყენეთ პრომო კოდი გამყევი კოხტაში და მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას სასტუმრო ხოძრეზე. აბა გელოდებით. ეს სასტუმრო არის დიდი 4-ეულის. სახლური ხინკალი. აბა როგორ მოგწონს? ძალიან მაგარი ბავშვობაში დამაბრუნა. ასინჯოთ როგორია სამცხის საქონლის ხინკალი. საქონლის ხინკალია რა. რესტორანი საიდუმლოდ დავტოვებ, იმიტომ რომ ეს ხინკალი არ გვიკისრეს. მოვიდით ვარძიაში. არის ადგილები, რომელთა ნახვაც უბრალოდ მოგზაურობა არ არის. ეს ის ადგილია, სადაც საუკუნეების წინ ადამიანებმა კლდეში მთელი ქალაქი შექმნეს. ეს არის ვარძია, ისტორიისა და ბუნების საოცარი ერთობა. ვარძიაზე შესვლაც ფასიანია. ნახოთ ახლა ამჯერად რა არის ბილეთები. სალარო. სტუდენტური თავდივართ. სტუდენტებზე ფასდაკლება იყო. სულ 12 ლარი დაგვიდა 4 კაცზე, მანქანით ასვლა. კაია. დღეს ყველაზე მეტად რა გაგიხარდათ ბიჭებო? საიაკრო ფეხით ასვლა არ გვიწევს. ძალიან ლამაზი ადგილებია. როგორ ვერ ვიტანო სულ ლაპარაკი რომ ესმის ადგილებში. ვარძია რამდენჯერაც არ უნდა ნახო. მართლა სასწაულია რა. აი ეს რაღაცები ხელით როგორ გააკეთეს. და ეხლა შემორჩენილია მხოლოდ ნაწილი. ბევრად უფრო დიდი იყო. და იმ დროს ეს ყველაფერი ტექნიკის და ყველაფრის გარეშე როგორ გააკეთეს. აი ესეთი კომპლექსია შიგნით. და აქ არის წყარო. ალბათ წყლის მარაგი ქონდათ აქ. აი აქ იყო ადრე წყლის სისტემა. აქედან მარაგდებოდა წყლით როგორ ჩანს. ნახე წყალი როგორ გამოდის. წარმოგიდგენთ როგორი წყალი იქნება ამ მინდა. წყალი გამოდის კლდიდან. და რეზერვუარის მსგავსია. ეხლა შევდივართ აკლდამის ნაწილში. პატარა თავისი სამლოცველოთი ეს ყველაფერი სულ კლდეშია. აკლდამიდან ესეთი ვიწრო გვირაბით გავდივართ. ეს იყო ალბათ საიდუმლო გვირაბი აქედან ერთმანეთს უკავშირდებოდა რამოდენიმე ნაწილი. დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლისაა. კლაუსტროფობია ვისაც აქ მართლა ვერ გაიგებს. და აი გვირაბიდან ასე ამოვედით ზედა ნაწილში. ეგ გასასვლელში ამოვედით. ხა გავიხედეთ აბა. ზემოდან ძალიან ლამაზი ხედი უნდა იყოს. კი ნამდვილად ეგრეა. სულ ზედა ნაწილში ამოვედით. ბიჭებო, აბა რა სიტყვით როგორ მოგწონს? ანუ რა ვიცი, სასწაულია აქ. დარწმუნებული ვარ, რომ არ დანგრეულიყო კიდე ალბათ. ბევრად უფრო მაგარია. ბევრად უფრო მაგარი იქნებოდა, მაგრამ ესეც კი რამდენად ის არის რა. წარმოუდგენელი დროისთვის შიგნით ამხელა კომპლექსის გაკეთება. იდეალურია სიტყვებით აღუწერელი. ვერ წარმოვიდგინე რამდენი წლის შრომა ამაში ჩადებული. ზოგი ადამიანი არც კი აფასებს. ხო, აი, მაგით უქონდათ ბიჭო, სხვანაირი გაგება, ხალხსაც სხვანაირად უყვარდათ სამშობლო. აი ეს ყველაფერი აკავშირებს რა ადამიანს თავის სამშობლოს. აქეთ ბერები ცხოვრობენ, მოქმედი სამლოცველოა. ძველი ქვევრები. პატარა ნაწილებია შემორჩენილი. მე ვენახეობა აქ მაღალ დონეზე ქონდათ. აი ეხაც არის კელიებში ბერებს აქვთ ვენახი. აი დაახლოებით ესეთ დონეზე იყო მთლიანად აქ. იქ თუ დააკვირდებით კიბე სად არის? ეს იყო შიდა კიბე. აი ეს ნაწილი სულ მიწისძვრების დროს ჩამოინგრა. აი იქაც ეთყობა სარები. უზარმაზარი კომპლექსი იყო და მაგიტო იყო ერთ-ერთი აუღებელი და თულად მისადგომი ადგილი. ეს არის თამარის ოთახი, რომელიც შედარებით უფრო დიდი ზომისაა. ვიდრე სხვები.
ვარძიაზეც მორჩით ულამაზესია მართლა. ეხლა წავედით ფარაონის ტბაზე. ვარძიიდან რო ჩამოდიხარ გზად ერთვის ის ციხე გქონდა. როგორც ამბობენ, ეს არის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში ნახსენები ქაჯეთის ციხე. ულამაზესი ციხეა. დროხები მოდიან ტრასაზე და ჩვენ მივდივართ მინდურში. რაღაცა შეიცვალა. რა ხდება ჩემი? გუდი მოგვარდა. ხელაზე მოგვარდა გული. ეხლა მოვედით ფარაონის ტბაზე. ზარმაზარი ყოფილა ფარაონის ტბა. ეს არის ფარაონის ტბა. საქართველოში ყველაზე დიდი ტბა ზედაპირის ფართობით. ის დაახლოებით 38 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვის დონიდან 2073 მეტრზე მდებარეობს. ამის გამო ის ზამთარში სრულიად იყინება. ეს კი სოფელი ფარავანია. ფარავნის ტბიდან მივდივართ სასტუმრო ხოზრეში, რომელიც მდებარეობს სოფელ კოხტაში. თუ ვინმე ჩამოხვდათ სოფელ კოხტაში ამ ადამიანს აქვს, ეს არის მფლობელი 20%-იანი ფასდაკლება, პრომოკოდი ჯემალი 22. მიაკითხეთ. ჯავახეთის სოფლებში გადაადგილებისას ჩვენი ყურადღება მიიქცია სინათლის ბოძებზე არსებულმა უზარმაზარმა ბუდეებმა. ეს თეთრი ყარყატების ბუდეებია. თითქოს ისინი აქ ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. ეხლა გამოვედით კოხტაში მინდიას სოფლიდან. გუში ღამე ისე ციო და საბნი თქვეძინა. კარგად გეძინა აჩი? უგადასარევთ. გარეთ წვიმს, კი გვინდა დაშბაშზე ჩასვლა, მაგრამ რამდენად ჩაგვიშვებენ არ ვიცი. კარგი. ეს კოხტაში გზა გააკეთეთ ის რა არის ხალხი სადადეს. დაშბაშზე ბევრი ხალხია, მე ხედავ იმისა რომ წვიმს. ეხლა მევალ სალაროში ბილეთებს დავიცევთ. ჩვენ კანიონზე ჩავდივართ, მხოლოდ კანიონის ბილეთები გვინდა. მე ვნახოთ რა არის. ой, კანიონზე ვერ ჩავალთ, დაგეტილია. და მარტო ხიდი? აი, ხიდზე რა გადავა. რადგან კანიონზე ვერ ჩავედით, გადავდივართ გეგმა B-ზე. აი, მინდორზე გადავალთ და იქიდან გადავიხედებით. ესე ჩვენი წალკის კანიონი. და ის ცნობილი ხიდი. კანიონზე ჩასვლა დუბლი 2. ზე გამოვიდა და იმედია ჩავალთ. რიგიც არის ჩასასვლელში. მოკლედ წვიმის გამო დაშბაშზე ისე ვარ ჩაგვიშვეს. მოსაუშვებ და გადავუშვებ მთელს კანიონს. დაშბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს. მილიონობით წლის განმავლობაში მდინარის მიერ ვულკანური ქანების ეროზიის შედეგად მიიღო ესეთი ფორმა. კანიონის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია, ხოლო მისი სიღრმე ზოგიერთ მონაკვეთში 300 მეტრსაც აღწევს. აქ ნახავთ ციცაბო კლდეებს, მწვანე ფერდობებს, გამოქვაბულებს და უამრავ პატარა ჩანჩქერს. მათ შორის ყველაზე ცნობილია დიდი კასკადური ჩანჩქერი. ადგილზე მისულებს აქ ხდებათ 240 მეტრიანი მინის ხიდი, პანორამული გადასახედები და რაც მთავარია, უამრავი ექსტრემალური აქტივობა. დრონის კადრებს ნახავდით და რისი თქმა მინდოდა. ძალიან კაი ტური გამოვიდა, მოკლედ მეგობრებო. რო წახვიდეთ ბორჯომი, ფარაონის ტბა, წალკა, წალკის კანიონსაც ნახავთ. ვარძიაც, რა თქმა უნდა. და გირჩევთ, რომ შაბათი კვირისთვის ცოტა დამღლელი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ისეთი ტურია. მე კიდე დაგემშვიდობებით, არხი გამოიწერეთ, ეს ვიდეო დაალაიქეთ, მე კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.